ფაქტიურად რუსები შემოვიდნენ 14-15 აგვისტოს, როდესაც უკვე ფაქტიურად გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ცეცხლშეწყვეტის შესახებ. და ჩვენ არც გვეგონა რომ შემოვიდოდნენ უკვე აქ და დაიკავებდნენ ჩვენს ტერიტორიას. მაგრამ მოხდა რომ შემოვიდნენ, არავინ არ გააფრთხილა მოსახლეობა, არც ევაკუაცია განხორციელებული არაფერი. უბრალოდ რომ ტელევიზიაში ცნობილი ფაქტი არის, თქვენ იცით ეს რომ იგუეთა რომ გადაკეტილი ჰქონდათ ჩვენ საპოლიციო მანქანებს ეს ტერიტორია, იგუეთიდან მე ეს ბტრ-მა რომ გაარღვია და წამოვიდნენ, გამოიარეს სოფელი ლამისყანა, ახმაჯი და შემოვიდნენ ეგრეთ წოდებულ ახალგორში, ხერგილი ქვია ესევე ეძახით ჩვენ და სოფელი ოძისი არის, იქ განთავსდნენ რუსები. ანუ შესასვლელი დაიკავეს მთლიანად რუსებმა, აკონტროლებდნენ შესასვლელ გამოსასვლელებს და შემდეგ ნელ-ნელა უკვე იქით აბრევის მხრიდან, ოჭოსნის მხრიდან ნელ-ნელა შემოიყვანეს ძიმე ტექნიკაც. შეიქმნა კიდევ და კიდევ მართლა ისეთი მდგომარეობა, რომ იქ იყო შემოსული რაღაცა გარკვეული პატარა სამხედრო დანაყოფები ჩვენთან ხეობაში და გამორბოდა ხალხი, მოდიოდნენ ის ჯარისკაცი ჩვენც მეც ჩემი ოჯახი ზუსტად ამ დროს წამოვედით ჩემი ბავშვებით და გამოვასწარეთ ამ მდგომარეობას, მაგრამ ყველამ ვერ გამოვასწრო, დარჩა უკან მოსახლეობა და უკან მიტრიალდა უკვე რახან გადაკეტეს ამ რუსებმა ეს გამოსასვლელი, ჩვენ უკან მოდიოდნენ სხვათა შორის პოლიციელები და უკან მიტრიალდნენ და როდესაც შევიდნენ ახალგორში, მათ მე როგორც ვიცი ბრძანება ჰქონდათ რომ უნდა ყოფილიყვნენ პოლიციის შენობაში, მე ამათ ამ რუსის ჯარებს შემოყვნენ ოსური ბანდფორმირებები და ამ ბანდფორმირებებმა დააკავეს ეს პოლიციელები და ტყვედ ჩაიგდეს 10-15 პოლიციელი ყავდა დაკავებული. გაზაფხულია 2007 წელს. მოგდიოდა ხოლმე ცირკულარი წმონებულებს რომ პარლამენტს რა უნდა მიეღო გადაწყვეტილებები გეგმაში რა ქონდათ და რა ვიცი ხა ყოფილი პარლამენტარი ვიყავით ვისაც მაინტერესებდა ვკითხულობდი ხოლმე და ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს ესე ვკითხულობ და უცებ უყურებ და აი გააზრება მინდა და ბიჭის რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთი უნდა შეიქმნას და ახლა ვიწყებ ეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ოლქი, მაშინ ყოფილი ბრუნდები 92 წელს და ეს გააზრება და პირველი ვიღებ მაშინვე ტელეფონს, აი დინამიკა შეგეტყვი და დიდი დრო არ დამჭირდება. და ურეკავ ჯამბულ ბაკურაძე იყო ნოღაიდელთან იყო რეგიონალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აი გუბერნიერს ფაქტობრივად ის ხელმძღვანელობდა და ჩვენ გვქონდა ყოველდღიური კავშირები. მე არ ვიცი ომითხრა, მაგრამ მაცალე ომითხრა. 5 წუთი როგორც ხდებოდა ხოლმე შეათანხმა ალბათ პრემიერთან, ნოღაიდელთან და ძალიან კარგად გქონდა ეგ სისტემა აწყობილი და მირეკა რომ არ ვიციო. ხა დაურეკე რამოდენიმე პარლამენტარს. მე ამბავს გეღვებით. არ იცოდნენ ამის შესახებ. ახლა რაღაცა უცნაურობა ხდება, ვკითხულობ, რაღაცა ხო არ მეჩვენება, ხო ხდება ზოგჯერ. მეჩვენება კი არა, ხო არ არის, რომ რაღაცა ვერ გამომაგშინა არც არა და კანონში ცვლილება ეგეგმება. დაურეკე პალიკო კუბლაშვილს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა. პალიკო მეუთხარი ესეთი რაღაცა არის და რას ნიშნავს ეს მეუთხარი როგორ არის, რას ნიშნავს ახალ, თემა როგორ არის, ხო მარტო მე არ მეხება და ამას. არა, უკაცო გეჩვენება ხა ბავშვებია, ეცინება თან, უცფელად. მეუთხარი პალიკო ნამდვილად არ არის, მანქანაში ვარო და მივალბარა, გამორიცხულია ახლა რა არასებობს, არაფერი მსჯელობა არ ყოფილა ამის შესახებ. მე მინდა ამას მიაქციოთ ყურადღება, ტყუილს არ ამოვსა. ჯამბულამდე დაურეკე მე ზურაფეცხელაურს, ის იყო გამგებელი ახალგორის. მე თავს არ დაცებული ვიყავი და ზურა კიდე უფრო მეტად განადგურდა როგორ რა ეს რა ვქება.